2 საათში არის პრემიერა, მაგრამ მანამდე მე ბუნებაში ვცდილობ რომ დავხილდე და განვიყურნო ნერვობისგან. დიდად არ ვნერვულობ, მაგრამ მაინც ფიქრები მაქვს რა იქნება, როგორ იქნება თან ჩვენი პირველი პრემიერა და მე მგონია რომ საბოლოო ჯამში მაგრად ჩაიგდეს. იმედი მაქვს და მთავარია რომ აუდიტორიას მთავარია რომ ჩვენ ვისიამოვნოს და მე აუდიტორიამაც ისიამოვნოს. იმიტომ რომ ჩვენ თუ ვისიამოვნოთ აუდიტორიასაც მოეწონება ჩემი აზრით. ის მინდა ვთქვა რომ ყველა მართლა ძალიან დიდი შრომა ჩადო ამ პროექტში, ამ სპექტაკლში და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ კარგად ჩაივლის. თან ანუ ისე მალე მოვიდა ეს პრემიერის დღე, რომ რაღაც ძალიან ის არის წარმოუდგენელი რა. ხო. არის პირველი საათი. იმედი მაქვს ნახევარსაათში მოვასწრებთ მისვლას და როგორ ვარ? ჯერ ჩვეულებრივად. იქ რომ მივალ ალბათ მაშინ მინერვული. მოკლედ ამოვედი მეტრო და ეხლა მოვდივარ. საერთოდ არ მაქვს არა. მაგრამ მოკლედ რას ვიზავთ? არ ამბონია ნიკაზე მეტად დავაგვიანო. მოვედი. ახლა შევავთ კათედრაში. როგორ განწყობაზე ხართ? მე ვეჭენივი. ოდნავ ნერვიულობ, მაგრამ ვიცი რომ კარგად ჩაივლის ყველაფერი და ნაზე ნერვიულობ. ყველაფერზე. სპექტაკლზე. და სხვა შორის ყველამ ძალიან ბევრი იმუშავა რა ამ სპექტაკლზე. ყველამ და ინტერვიუ გამარჯობა. მე პირადად ძალიან ვამაყობ თქვენით, ძალიან გამიხარდა და თავიდან რომ დავიწყეთ საერთოდ ამის კეთება, არ მეგონა რომ ესეთი გამოვიდო და როგორიც გამოვიდა, მართლა ეხლა მეგონება სერიოზული რეჟისორი ვარ, ოსტაზე წარმოგიდგენს ისე ვლაპარაკობ, მაგრამ მე ძალიან მომეწონა როგორც გამოვიდა ყველა. მოგყვანეთ კიდევ. კი ბატონო, დავფიქრდები. მოვინა იქით. მოვინა მე ვიტირე, ვიბღავლე, ვიღნავლე, დავიხალე, თუ შეიძლება წავალ სახლში დამყარებო. თქვენი ემოციები გაგვიზიარეთ. ცხელა ძალიან. ალეკ რას ფიქრობთ დღევანდელ დღეზე? ძალიან გახარებული ვარ, მაგრამ ოდნავ ნერვიულობ რაზე? არ ვიცი. რომელ მომენტზე? მომენტზე არა, უფრო რამე არ დაილეწოს კულისებში. რა სიტყვით ქალბატონო გესა დღევანდელ დღეზე? დღევანდელ დღე ჩაივლის ძალიან კარგად. როგორც რეპეტიციებზე ისე რაღაცა ყველაფერს კარგად გავაკეთებთ ყველა. თავარი არ მინერვულობთ, თავარი არ დაგვავიწყდეს ჩვენი რეჟისორი რეჟისორებთან. ტექსტებიც არ დაგვავიწყდეს ვაიმე. და რა მომენტს ელოდებით? აი ეს დუმარის სცენა მიყვარს ძალიან. ქალბატონო ანი, რას ფიქრობ დღევანდელ დღეზე? ფიქრობ რომ ძალიან მაგრად ჩაივლის ყველაფერი აბსოლუტურად. და ველოდები აი მომენტს ყველა საითავის დაღის. და ვიცი რომ მალინეს მომენტზე ძალიან ბევრს ვიტირებ. და მეც ვიტირებ. როგორ ფიქრობთ აუდიტორია როგორ შეგვიწყობს ხელს და თუ იტირებენ? იტირებენ მართლა თან ძალიან სენსიტიურობენ მე ისე ვიქრა. თან სიცხისგან გაიგდები. რა ვიდეოს კიდე იყო ყველა? ერთ კვირაში დავდებით გამაქვეყო რომ მომილწეთ ყველა. ერთ კვირაში. გამარჯობა მეგობრებო. რა ხდება ჩვენი ვიდეოს ბარათებთან ერთად? ვისთან ერთად? არ ვიცი ვიდეო, ლეგენდა ვიდეო. მე გავიგე. ბარათებთან ერთად. ორი წამიწა. გაიწეს. აუ იმარს მეგობრებო, ჩვენი როგორ გზნობთ თავს პრემიერამდე? ცუდად თავს მოვიწყო. ვაიმე? I'm just kidding guys. შენ დავალევინოთ გიორგი. როგორ გზნობთ თავს პრემიერამდე? არ ვცნობ. რატო როგორ გზნობთ თავს პრემიერამდე? თმა დამეც. როგორ გზნობთ თავს პრემიერამდე? შვენი. აი შენ. კარგად. ძალიან კარგად. ოდნავ ნერვიულობ, რომ მე შინია ვინმე არ დავილეწოთ, მაგრამ განაჩენი არ აქვს. აღვინა? მე ვერ შევიკარია ეს თავშალი და იმედი მაქვს რომ არ ჩამომივარდება და იქვე მაგრამ კარგად გზნობ თავს და იმედი ტექსტიც არ დამავიწყო. და კარგად დავიტირე. გავედით? ბატონი მე გავიარო. და მე თავიდან ბოლომდე? სპიდრანით? არა. რა?
მაგრამ არის შვილო. ეს წუთის საფერი ცოდა და მაგლის ჭიდილი. სხვა არაფერი. ვერაც ხედავ შედი. სხვა დროს მივწევ. ეხლა დამითხოვე. წარმოგიდგენიათ რაოდენ კამაყოფილები იქნებიან არჩილი და კესო. არც გიორგი იქნება უკმაყოფილებული. მოიტყვი. მხოლოდ ხელოვნებას უყურებს. ერთ ზემოთ ცაზე. მეორესთვის კი ბაღი გაუშენებია. ხილათი ყავი. ფეხი არ დაგიწდეს. გიორგი! როგორც შენ. იქ უკან. ხიდი. ეგ მინდა რომ ყველამ დავინახოთ. ეგ მინდა რომ ყველამ ვიცოდეთ. შენ ახლა იცი. ხედა. ძალიან კაი იყო მამაზო კი მე თეატრში სულწირი ვარ მოუთვის ჩემი სიყვარულია ილოცავთ მე 91 წლისა ვარ მეტის კი არა და დადგმული მაქვს არშინ მალადა მოსკოვეთის თეატრში. ძალიან სიამოვნეს, როგორც ჩემა ილია, ჩემა მეგობარმა ვიტანა, კარგია. არ მოიშალოს ეს აშვილო. ეხლა ჩვენ პრეტენზია არ აქვს იმისა, რომ ვითამაშოთ რუსთაველის თეატრში და მარჯანიშვილი გაჩერებულია და მოზარმოყოლა. თქვენ რა კაია რო აკეთებთ რაღაცას შვილო. პატარაცო გააკეთე. უკვე რაღაცას ისე. აი ჩვენ სულითა და გულით ისმენ შვილო და ვიღაცა რო ლაპარაკობ და ვაჩერე. კაი ხო, აი ეს ეცხოვა და მადლობთ ყველაფერს. მე გაიხარ. ლანა, აბა გითხარი. ემოციები გითხარი. ძალიან მომაყო ბავშვებო. მე რა გავალთ ერთად ჩაგეხოტებით ყველას. ძალიან მაგრები ხარ. ემოციები რეჟისორებო. ძალიან მაგრები ხარ. ძალიან მაგარი ხარ. ძალიან მაგარი ხარ. არაჩვია. კიდევ ვინმე თქვას, ვინმე თქვას. შენ თქვი. თქვი დროს. ლილავატი. მოსარაკი ლილავატი. ხო. ინერულა სასისკია. და ქართულად აღმოსავლეთ გამოვიდა. რატო ვიღებ პატარა ვლოგს? რომალა ბეჭა. მე მომწყდა ხელი. თვითონ რეჟისორია ვატირე, თუმცა ჩვენ არა იმენა მაგარი. მეგაბრებო, გავამხედეთ რა. სალავე. დავიქნეთ ხელი. ბარკი. ლანა. Hello guys. გავხედეთ. მოვინა. სალომე. ამისენი არ თქვას იმან. რა არის შენი კომენტარი? რა? შენი კომენტარი რა არის? მე საერთოდ არ ნერვიულობ, დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად ჩაივლის. მადლობა, შემდეგი. რა არის შენი კომენტარი? მინდა რომ ვიკიულო ვაიმე იმ სცენაზე და არ გამეცინოს. არ გაგეცინოს. არა, არ გამეცინება, ახლა ის ხელი ხურებს მოინოს. просто არ გამახსენე სცენაზე მაგის ვაიმე ხო ხდები. არ გამახსენე. არჩილ. ხენი კომენტარი. რასთან დაკავშირებით? თუ გამოიჩნა. რა ვიცი, აბა არ ნერვიულობ. არ ვიცი. ნერვიულობ. ძალიან ხა. ქალბატონო ვიქტორია, თქვენი კომენტარი. რასთან დაკავშირებით? ზოგადად ცხოვრებასთან დაკავშირებით, ცხოვრება მშვენიერი მაქვს და დღევანდელი დღეც მშვენივრად დამეწყო. ალბათ, ეგრე მგონია და მშვენივრად გაგზავნება. აი სპექტაკლზე რას ვფიქრობ, კარგად ჩაივლის. ფანტასტიკ, სადაც მე ვარ ის ყველაფერი კარგად მიდის, მეგობრებო. აი ესე ვარ მე. ძალიან კარგი, მომწონს. ქალბატონო თანანთქვიო. თქვენი კომენტარი. გავარჯობა, რატომ უნდა გავაკეთო? აი ვინ ახართ კომენტარი გაიგეთოთ უკაცრავად. მოცა თავშალი ჩამომიბარდა. მიკროფონი მუშაობს, მეც მაქვს მიკროფონი. მე რა მომუშავე და შეგიძლია მითხრა როგორ მუშაობს. იმიტომ რომ მე ხო იცი ძველი ქალი ვარ და ბოსტონიდან ვარ ამოსული ანასკევი ბალახი მაქვს. კარგი, მადლობა. ბატონო გიორგი, თქვენ რომ უკანა ფონზე ხელებს იქნებდით, რა არის თქვენი კომენტარი?
როგორ კითხვა? თქვენი კომენტარი დღევანდელ მით დავიწყო რომ ძალიან დაღლილი ვარ. ძალიან დაღლილი ვარ. დღეს უჩავშალე ჩემი ბრალი არ არის. იმიტომ რომ მკვდარი ვარ ყველანაირად. უძილო, დატრამული. ძალიან კარგად ვარ. ჩვენერა ვსნობ თავს სადღაც 12 საათი მეძინა ჯანმრთელად ჯანსაღად ვარ. ეს გამიგე. ყველაფერი კარგად ჩაივლის, მაგრამ ჩაივლის ჩემ წყალით. მადლობა. ხალბატონო, ლეკე. გამარჯობა, მე მიკროფონში ლაპარაკი მინდა დავუბრალო. კომენტარი კი არა. ხო, კომენტარი მაქვს, რომ მახიჯი ფოტოები არ გადაგვიღოთ და ერთ-ერთ რომ ისარგებლო და ვიმღერო შეიძლება. რა კომენტარი იღებ? იმღერე რა. კარგად იქნება ყველაფერი მეგობრებო. აი ნერვიულად. კარგი, თქვენ სიმღერა გნებთ. გამოიწერეთ ყველამ ჩემი არხი ირაკლი გეიმერი. Oh my god. მას მერე. დღევანდელი დღე ჩემს კარგად ჩაივლის. როგორი? წელი პასუხი. აი დაიჭირე. ჩვენ დღეს გერთვებით სააგენტოდან. აქ სკანდალური ვითარებაა. აი, იმედია დღეს კარგად ჩაივლის ყველაფერი. ჩვენ რა კომენტარი გააკეთებთ ამ მე მაქვს იმედი რომ კარგად ჩაივლის ყველაფერი და მჯერა რომ კარგად ჩაივლის ყველაფერი. გიორგი ძალიან კარგად ითამაშეს. და ხალბატონი ოთარანთქრუი ძალიან მაგარი დიდი ბოდიშის მოხდით მინდა მოგიხადოთ მეგობრებო რომ საბატონო ბატონი გიორგი ყდება სამწუხაროდ ისი ბრალია მე სამწუხაროდ ჩემ ბრალი არ არის მაგრამ მაბრალებენ ანუ რა ვქნა მე არ მიყვარდა აი ეს მაბრალები გიორგი ოთარაშვილი კაცი რომელიც ჩამოვარდა რაღაცა TV-ზე მინდა და მოკვდა სამწუხაროდ რას ფიქრობთ თქვენ სიკვდილზე ნორმალურად მაიცნობთ მე ძალიან დებილური მიზეზი ბანდის ბრალი იყო ჩამიწყეს TV-ს ბრალი უკაცრავად TBS-ის mobile bank-ი თუ გაქვთ საჩუქას გაჩუქეთ TBS-ის mobile bank-ი მაქვს კი რას ქვია გაქვს ანუ რას არ მაქვს TBS-ის mobile გამიგონია რასაც არა ეშველები რასაც არა ეშველება რა აუ მიკროფონი და 4 წუთში ვიწყებ მოის ეს ტრანზიშენი იქნება ნელა თუ კანო ეს იმა თავის ნახე რებს მეუნება გაიმეორე რა თქვი მე ესე რო თქვა თქო რა მაინც 20 რომელიც საუკუნე 21 ნიკა რა ძილი გამიქცა დედი სიმონ რავი მე ჩემი მთენი ძილმა თავისი აი აჟიტირებულია ტაშტი ურამა ეს ჩემი რაო ოთარანთქრივ რაო ნიკა მოანეტა მე შენანეთი მაქვს ასე გონე მოსვლის რა საკეთებია აი ანუ ისეთი თემაა რომ მე ვიყო სიმონ ტაშტი იოი გიხუთ 3 2 1 დედა ვარ და არა უცხო შენი ჯავრი გულში ჭიასავით ჩამის ქლავს და მჭავს შენი ბრალე და მაცუცხლ ისამდე ფერუმარი რა საჭირო
ოღონდ ეხლა დამითხო. ოღონდ ეხლა დამეხსე, სხვა დროს მიბრძანე. წარმოგიდგენიათ რაოდენობით მაყოფილები იქნებიან არჩილი და კესო? ხედავ დედი. ცოცხალი. მაგის ხილს ვერ ვეღებ.